მეგობრებო, ესეთი გაშლა შემოგთავაზოთ ახლა რა მოდის თქვენ ცხოვრებაში უახლოესი 10 დღის განმავლობაში მოვლენების დონეზე რო ვთქვათ საშუალოდ 10 დღის ვადები იქნება, მოდი ესე ვთქვათ 3-10 დღის ვადებში რა მოდის თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, რაც ეხლა უნდა იცოდეთ. მე ხარ თქვენ რა ენერგიებში ხართ, რო გაიგოთ რამდენად თქვენზე რეზონირებადი იქნება ეს გაშლა გავიგოთ. მე ხარ თქვენ. იმპერატორი. იმპერატორი არის იმპერატორს ყველაფერი უხარია და უნდა რო ხდებოდეს როგორც მას უნდა. იმპერატორის ხელშია ტრონი, ასე ვთქვათ, ბრძანებულობა, ეგო ძალიან მაღალი აქვს, ძალიან უყვარს უფროსობა, ასე ვთქვათ, ასევე არის მეუღლის კარტი იმპერატორი, შეიძლება დაოჯახებული ხართ, ყავთ მეუღლე, ან ასევე არის უფროსის კარტი, სამსახურს თუ ჩავთვლით, შეიძლება რაღაც თანამდებობას იკავებთ, ისეთ წონიანს, ასე ვთქვათ, სადაც თქვენ სიტყვას დიდი უფლება და დიდი მნიშვნელობა აქვს, ასე ვთქვათ, უფრო სწორად თქვა მიიქნებოდა. შინ თუ გარეთ, ასე ვთქვათ, სამსახურში თუ ოჯახურ სფეროში ძალიან ისეთი თქვენ სიტყვას რომ პატივსცემენ და ასრულებენ ესეთი პიროვნება ხართ. ყველა შემთხვევაში თუ არც ერთი არ ემთხვევა და არც ოჯახი ყავთ და არც გაშლა არის ორივე სქესზე ვიტყვი, თქვენ თავზე მოიგეთ ამ შემთხვევაში მანდილოსნებისთვის ვიტყვი, რომ შეიძლება ძალიან ბევრი ტვირთის და პასუხისმგებლობის აღება, როგორც მამაკაცის, ასე ვთქვათ, გიწევთ თქვენ ოჯახში, თქვენ ცხოვრებაში, იმპერატორული, ასე ვთქვათ, ძალა და ეგოიზმით სადღაც, პასუხისმგებლობაც და თქვენი სურვილის შესაბამისად რომ მოიქცეს თქვენზე დამოკიდებული ადამიანები, შენ თუ სამუშაო სფეროში ძალიან გიყვართ და პატივსცემთ. დაკიდებულ სიტუაციას აჩვენებენ რაღაცა მსხვერპლის როლში ხართ ამ შემთხვევაში, რასთან დაკავშირებით არის ეს მსხვერპლის როლი? სამიან ხმალი სიყვარულთან დაკავშირებით არის, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არის, სადღაც 70-80% მაყურებლისთვის ასე იქნება. რომ სასიყვარულო სამკუთხედში იმყოფებით, ან ხართ მეუღლე და იცით რომ თქვენ საყვარელ პიროვნებას, ასე ვთქვათ, გვერდზეც რაღაც ურთიერთობები აქვს თქვენს მიღმა და ხმას ვერ იღებთ, თუ იღებთ ამ თემასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში მთავარი ის არის რომ გულისკენა მოაქვს ამ ურთიერთობას და ამ სასიყვარულო სამკუთხედს თქვენი ოჯახისთვის, ასე ვთქვათ. თუ სასიყვარულო სამკუთხედი არ მოქმედებს თქვენზე და არ ხართ ამ ვითარებაში, მაშინ ეს არის რაღაცა სამი დიდი პრობლემა, რომელიც გულში ლახვარივით გესობათ, სამი წინააღმდეგობა, ცხოვრებისეული, სადაც თქვენ თავს აი ესე დაკიდებულად მსხვერპლის როლში მიიჩნევთ, ვერ ინძრევით, ვერ მოქმედებთ, გაშიშებულია სიტუაცია, არც იქეთ მიდის, არც იქეთ მიდის. რაღაც პროგრესირება გინდათ, მაგრამ დაკიდებულ ვითარებაში რთულია რომ იმოძრაო და რამე გააკეთო, მაგრამ გულის ტკივილი გაქვთ ყველა ვარიანტში. სასიყვარულო სამკუთხედს ეხება ძირითადად ვინც სამკუთხედში იმყოფებით ეს გაშლა, დანარჩენებისთვის ვინც არ იმყოფებით, ეს არის რაღაცა გულის ტკივილი თქვენი და მსხვერპლის როლში შეგრძნება იმისი, რომ აი ვერ მოქმედებთ, არ შეგიძლიათ მოქმედება, იმიტომ რომ მსხვერპლად ეწირებით რაღაცნაირად ურთიერთობას, გულის ტკივილს. სამი დიდი პრობლემა არის, რომელიც ასე ვთქვათ, დეპრესიაში გაგდებთ და თავს უუნაროდ გხდით. ზოგისთვის ასევე შეიძლება საერთო გაშლისას გეტყვით, რომ თქვენი ავადმყოფობასაც ეხებოდეს ეს რაღაცა, შეიძლება ვერ ინძრევით, არ ვიცი. ტრამვა მიიღეთ ფეხზე, შეიძლება გიწევთ წოლით რეჟიმში ყოფნა, ან რაღაცა რთული ისეთი მომენტი იყო, რომელმაც გინდათ თუ არ გინდათ, ასე თავდაყირა ამოაყენა თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმი, რაღაცა ახალ ეტაპთან დაკავშირებით. მოკლედ აი ესეთი ამბავია. შეიძლება მეუღლე არ ბრძანდებით და თქვენ ქალბატონებს მიმართავ, თქვენი მეუღლეა აი ესეთი იმპერატორი, რომელიც გამყოფებთ მსხვერპლის როლში. მსხვერპლად გრძნობთ ურთიერთობაში თავს, იმიტომ რომ სასიყვარულო სამკუთხედი გაქვთ, ასეთებისთვისაც იქნება საერთო გაშლაში. ყველაფერს ვიძახი, რომ მაქსიმალურად მიხვდეთ, ამდენად თქვენია ეს გაშლა. თუ იდენტიფიკაცია ემთხვევა და ყველა გაშლა ყველასთვის არ არის, იცით, მეგობრებო, ლოგიკურია, ყველა სიტყვაც არ ემთხვევა ყველას.
რამდენად ემთხვევა ხოლმე დამიწერეთ კომენტარებში თქვენი ლაიკები ყველა ვარიანტში არ დაგავიწყდეთ და არ დაგენანოთ ენერგოცვლისთვის აუცილებელია. რა მოხდება თქვენ უახლოესი 3-10 დღის ცხოვრებაში, ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო, რასაც მოვლენების დონეზე იგრძნობთ. პირველ რიგში უძილო ღამეები, რომელიც გქონდათ დეპრესია, გქონდათ კიდევ მეორე, ბევრისთვის ასეც შეიძლება იყოს, რომ წოლით რეჟიმთან არის დაკავშირებული, ეს თუ ფეხმძიმობას ეხება, ფეხმძიმე მანდილოსნებზე მაქვს საუბარი და შეიძლება რაღაც წოლით რეჟიმში ხართ ან თავის ისეთ განსაკუთრებულად მსხვერპლად წირავთ და რაღაცას ვერ ინძრევით ისე როგორც თქვენ გინდათ, ლოგინს მიჯაჭვულობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გაქვთ, ასეთი ვარიანტი შეიძლება იყოს. მოკლედ ის დეპრესია და ის ცუდი სიტუაცია რაც გქონდათ, რაზეც ნერვები გეშლებოდათ, რაც პრინციპში ისეც არ იყო, როგორც თქვენ ხატავდით თქვენ გონებაში და ამუქებდით, ასე ვთქვათ, ამ სიტუაციას, ამ სასიყვარულო სამკუთხედთან დაკავშირებით ამოდის ეს კარტი და თქვენ დიდ ემოციასთან ტუსტასი ეს არის ემოციური ფონი, ძალიან დიდი ემოცია, ძალიან დიდი სიყვარული. ემოცია, როგორც სიყვარულთან მიმართებაში და დადებითი უხვი, რომელიც თასიდან გადმოდის, აი ესე გადმოედინება, ვეღარ იტევს, ასევე შეიძლება იყოს ნეგატიური და ემოციური ფონი იმისი, რომ ძალიან გულდაწყვეტილი ხართ, ძალიან ვეღარ იკავებთ თქვენ ნეგატიურ ემოციებს და ფიქრებს, რაც ამ შემთხვევაში მიჩვენებს უფრო უმეტესწილად, რომ ეს სიყვარული თქვენი ნერვების ფასად გიჯდებათ, ასე ვთქვათ, და ეს უძილო ღამეები, ეს დეპრესიული მომენტები, აი ეს ემოცია გაქვთ სიყვარულთან მიმართებაში იმაზე, რაზეც თავს მსხვერპლად გრძნობთ ახლა დაკიდებულის ქვეშ ამოდის. იპოვით ადამიანს, ვინც თქვენ სულიერებას გაამაგრებს, რაღაცნაირად მეგობარის როლში დაგიდგებათ, გურუს როლში გეყოლებათ, მასწავლებლის როლში გეყოლებათ, ეს შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც სიტყვით განუგეშებს, მიზანს გაჩვენებს, გამოჩნდება რაღაცა მხსნელივით შენ ცხოვრებაში სულიერების დამამშვიდებელი, ესე ვთქვათ, ტაბლეტი წამალივით, რომელიც გიწამლებს სიტყვით, ქმედებით, მიმართულებას მოგცემს. ეს იქნება კიდევ ვიმეორებ, ექიმის თემატიკა და თქვენ ჯანმრთელობას თუ ეხება, ასეთ ექიმს ეძებდით შეიძლება პროფესიონალს და მიგასწავლიან და იპოვით სწორედ აი ამ ექიმს, რომელიც განკურნავს ამ თქვენ დაკიდებულ სიტუაციაში მსხვერპლის როლში ყოფნას. არ ვიცი, თუ საოპერაციო გქონდათ ფეხი ან რაღაც სხვა, რაც წოლით რეჟიმს გაჯაჭვებდათ, ასე ვთქვათ, აი ამ ასეთ ადამიანს იპოვით, მოკლედ კარგ პროფესიონალს, თუ სულიერებას ეხებოდა თქვენი ეს ტანჯვა და ემოციური ფონი. მამაო იქნება რაღაც მომენტში, რაღაც ნაწილისთვის, ასევე რაღაც ნაწილისთვის შეიძლება იყოს ეზოთერიკი ადამიანი, სულიერების ამამაღლებელი ადამიანი წინამძღვარი, რომელიც გასწავლის ამ ქვეყნიურსა და იმ ქვეყნიურ შორის ბალანსის დაჭერას, რაღაცა მიგითითებს, გასწავლის, ჭკუას დაგარიგებს და ეს არის სრულიად გულწრფელი და ნამდვილად ისეთი კარტი, რომელიც თქვენ კუთხეში გაგდებდათ და უნაროს გხდით თქვენი ფიქრებით, აი გამოსავალს ვერ პოულობდით, იმედის დონეზეც კი თვალები დახუჭული, აფარული თვალებზე ეს ფიქრები, რომელიც კუთხეში გამწყდოდათ და ვერ მოქმედებდით თითქოს აი რა მეშველება სიტუაციაში იყავით, ასეთ ადამიანს იპოვით ნამდვილად და გიწამლებთ, ასე ვთქვათ, აი იქნება თქვენთვის გამონათება მზესავით ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში მხსნელივით, სულიერებას ეხება თუ ფიზიკურობას ეხება, ყველას თქვენი გაქვთ, კიდევ რა გეუდება თუ ახლოესი 10 დღის განმავლობაში. ნუ თქვენი წყვილი, აქ არის დედოფალი და პრინცი ჟეზლის წარმოდგენილი, თქვენი წყვილი რაღაც ნაწილისთვის არის სასიყვარულო ურთიერთობაზე საუბარი, რომელშიც საიდუმლო ურთიერთობა გაქვთ და ასე ვთქვათ, არა აფიშირებული ეს ადამიანი რაღაცის მოლოდინშია და რაღაცას შემოგთავაზებთ, კიდევ ვიმეორებ, ძალიან ბევრისთვის იქნება, რომ კონკრეტულად ექიმს იპოვით, მასწავლებელს იპოვით, ადამიანს, რომლის ხელშიც არის თქვენი გამოჯანმრთელება, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. და აი ეს ადამიანი რა შემთხვევაში წარმოჩნდება ჟეზლის თქვენი წყვილად, აი ეს საიდუმლოს რაღაცა ფარდა აეხდება და გიმკურნალებთ და განკურნავს, ასე ვთქვათ, თქვენ სულიერებას თუ თქვენ ფიზიკურობას, რაზეც საუბარი იყო. ცოტა ხანი ლოდინი დაგჭირდებათ, რასაკვირველია ამ ყველაფრის ხორცს შესასხმელად, აი რაღაცა ესე.